მთავარი მიზეზი, რაც უიმბლდონს სხვებისგან გამოარჩევს, ასაკია. 147 წელია ეს ტურნირი იმართება და პირველი ჩემპიონატი 1877 წლით თარიღდება. უიმბლდონი არის 4 დიდი სლემის ტურნირებიდან ერთ-ერთი და ერთადერთი, რომელიც ტარდება 8 მმ სიგრძის ბალახის საფარის კორტებზე. გრუნტისგან და ჰარდისგან განსხვავებით ბალახი ყველაზე ჩქარი კორტია. ბურთი დავარდნის შედეგად სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებს და ძლიერი ჩაწოდების ან დარტყმის მიღება ძალიან რთულია, რაც ამ ტურნირზე თამაშს კიდევ უფრო რთულს ხდის. ამასთან ტურნირზე გამოიყენება 53.000 ბურთი, რომელსაც ტურნირამდე საგულდაგულოდ ინახავენ მაცივარში არა უმეტეს 20 გრადუსი ტემპერატურისა, რათა არ შეიცვალოს ხტუნაობის დროს ტრაექტორია და შეინარჩუნოს მუდმივობა. უიმბლდონის ტრადიციების ნაწილია ჩაცმულობაც, რომელიც აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, რათა მოთამაშეები ყველასგან ადვილად გამოირჩეოდნენ. მე-19 საუკუნეში უიმბლდონის მოთამაშეები ირჩევდნენ გრძელმკლავიან მაისურებს და შარვლებს მამაკაცებისთვის, ხოლო გრძელ თეთრ კაბებს და ქუდებს ქალებისთვის. ეს ყველაფერი კი 1930-იან წლებში შეიცვალა, როდესაც მოთამაშეებმა დაიწყეს ექსპერიმენტები თავიანთი ტანსაცმელით. ქალებმა მოკლე კაბები და უმკლავო ტოპები, ხოლო ვაჟებმა შორტები და მოკლემკლავიანი მაისურები მოიდგეს. ჯერ კიდევ 30-იან წლებში ფრანგმა გრანდსლემის გამარჯვებულმა რენე ლაკოსტმა მოახდინა საკუთარი ბრენდის პოპულარიზაცია კორტზე ყოფნისას თავისი ნიანგის გამოსახულებიანი მაისურებით, რომლებიც სპორტსმენებს შორის დღემდე პოპულარულია. თუმცა უიმბლდონზე ასპარეზობისას მოთამაშეები დღესდღეობით ნაკლებად განებივრებულები არიან თავისუფალი არჩევანით, რაც ტურნირზე სპონსორების სიმრავლით აიხსნება. უიმბლდონი გამოირჩევა თავისი ტრადიციული საჭმელითაც, კერძოდ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კორტებზე არის მარწყვი ნაყინთან ან უბრალო კრემთან ერთად. მისი ტრადიცია 1509 წლიდან მოდის, როდესაც მეფე ჰენრი მე-13-ის კარზე მსახურობდა თომას უოლსი და სამეფო სტუმრებს სწორედ ამ დესერტით უმასპინძლდებოდა. ამის შემდეგ მარწყვისა და კრემის კომბინაცია სამეფო კომბინაციად ითვლება და რადგანაც შოგბურთი სამეფო სპორტის სახეობად ითვლება, შესაბამისად ეს ნუგბარის დიდი პოპულარობით სარგებლობს. საშუალოდ 150,000-ზე მეტი პორცია იყიდება ყოველ უიმბლდონის ტურნირზე და თითო პორციის ფასი 2.5 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ზოგადად ამ ტურნირზე საკვებისა და სასმელის ფასები ძალიან მაღალია და ჩვეულებრივ მარკეტებთან შედარებით 4-ჯერაა გაძვირებული. მაგალითად 320 მლ-იანი კოკა-კოლას ღირებულება 2.5 ფუნტი სტერლინგია. პატარა ჰარიბო ჟელიბონის ფასი კი 4.20 ფუნტი სტერლინგი, მაშინ როცა ჩვეულებრივ ბრიტანულ სუპერმარკეტში მისი შეძენა 1 ფუნტადაა შესაძლებელი. შამპანურების ფასები 80 ფუნტიდან იწყება, ხოლო 320 მლ-იანი ლუდი სტელას ფასი 9.7 ფუნტს შეადგენს. რაც შეეხება ბილეთებს, როგორც წესი ცენტრალურ კორტზე მისი ფასი 2520 გირვანქადან იწყება და 20,000 გირვანქა სტერლინგამდე ადის. მსურველებმა რიგი წინასწარ უნდა დაიკავონ და მაინც შესაძლებელია ვერ მოახერხონ მისი შეძენა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. რაც შეეხება გადამყიდველებს, წლევანდელ ფინალზე მაღალი ხილვადობის ბილეთების შეძენა 13-დან 18,000 დოლარამდე ფარგლებში იყო შესაძლებელი. წლევანდელ ფინალში ერთმანეთს იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ. რეიტინგის იტალიელი ლიდერი უბრალოდ შეუდარებელი იყო გადამწყვეტ მატჩში. მოქმედ ჩემპიონს და მთავარ კონკურენტს ფაქტობრივად შანსი არ მისცა, განსაკუთრებით დომინანტი საკუთარ ჩაწოდებაზე იყო, რამაც ის ტრიუმფამდე მიიყვანა. პირველი სეტი ალკარასმა მოიგო, რაც იმის დამსახურებაა, რომ ესპანელმა ორჯერ იმარჯვა იტალიელის ჩაწოდებაზე, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში სინერმა მხოლოდ ორჯერ წააგო გეიმი თავის ჩაწოდებაზე. სწორედ პირველ სეტში, შემდეგ კი იანიკი უშეცდომ მოიყო. მეორე, მესამე და მეოთხე სეტებში სინერმა თითოჯერ მოახერხა ბრეიკის გახერხება, რაც თამაშის მოსაგებად ეყო. ფინალი 3 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. სინერი უბრალოდ შეუდარებლად თამაშობდა, მეტოქეს შანსი არ მისცა და სრულფასოვანი რევანშით შედგა. მან კარიერაში მეოთხედ მოიგო დიდი სლემი. ორჯერ ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული, ხოლო თითოჯერ ამერიკის ღია პირველობა და ახლა უკვე უიმბლდონი. მთლიანობაში ტურზე მას უკვე 20 ტიტული აქვს მოპოვებული მხოლოდ და მხოლოდ 23 წლის ასაკში. სინერმა ალკარასთან რევანში არა მხოლოდ როლან გაროსის ფინალში მარცხისთვის აიღო, არამედ ზოგადად ამ მატჩამდე ესპანელთან ზედიზედ 5 შეხვედრა ჰქონდა წაგებული, თუმცა ახლა იანიკმა შეძლო მისი ბარიერის დაძლევა. ალკარასმა უიმბლდონზე ზედიზედ 2 ტიტულის შემდეგ ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნა და 24 მატჩიანი წაუგებელი სერიაც შეუწყდა. ის პირველად დამარცხდა უიმბლდონის ფინალში. სინერმა იტალიური ჩოგბურთის ისტორია დაწერა, რადგან პირველი იტალიელია, ვინც უიმბლდონი მოიგო. აგრეთვე ბოლო 30 წელიწადში მხოლოდ მეხუთე ჩოგბურთელია ნოვაკ ჯოკოვიჩის, როჯერ ფედერერის, რაფაელ ნადალისა და ენდი მარის შემდეგ, რომელმაც 4-ვე დიდი სლემის ფინალში ითამაშა. ტურნირზე გამარჯვებისთვის იტალიელმა დაახლოებით 4 მილიონი გამოიმუშავა. მისი კარიერული შემოსავალი კი 45.7 მილიონამდე გაიზარდა, რაც მას ყველა დროის რეიტინგში მერვე ადგილზე აყენებს. ალკარასმა, რომელმაც ფინალში წაგებისთვის 2 მილიონს გადააჭარბა შემოსავლებით, უკვე ყველა დროის მე-6-ია 47.3 მილიონით მხოლოდ და მხოლოდ 22 წლის ასაკში. სინერს საოცრად სტაბილური სეზონი აქვს, 73 მოგება და მხოლოდ 6 წაგება 2024 წელს, ზედიზედ 9 ფინალი, სანამ ჰალეს ტურნირზე მერვედ ფინალში არ დამარცხდა. ეს მისი კარიერის მე-20 ტიტულია და უკვე 57 კვირა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია. 2024 წელს სინერიც და ალკარასიც იყვნენ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების
საპრიზო თანხებით, რეკლამებითა და გამოჩენების საფასურით. სინერი 43 ადგილზე იყო სპორტიკოს უმაღლესი შემოსავლის მქონე ათლეტთა სიაში 52.3 მილიონით, ხოლო ალკარასი 87 ადგილზე 40.3 მილიონით. სხვა ჩოგბურთელი ტოპ-10-ში არ ყოფილა. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ დიდი სამეულის დომინაციის შემდეგ სწორედ ამ ორი ევროპელი ახალგაზრდის დრო დადგა, რომლებიც ყოველი დიდი სლემის ფინალში ერთმანეთს უპირისპირდებიან. სწორედ მათ გადაიყვანეს ჩოგბურთი ახალ ეტაპზე და შთაბერეს სპორტის სამეფო სახეობას ახალი სიცოცხლე.